მოულოდნელი ვითარების ფონზე ადამიანები, რომლებიც ისლამზე გადადიან, უკვე იწყებენ სინანულს. ანუ ვინ წარმოიდგენდა ამას? რა სიურპრიზია? ადამიანებს, რომლებიც ისლამისტურ სექტებში ერთვებიან, სინამდვილეში ეს არ მოსწონთ, მაგრამ როცა ცდილობენ წამოვიდნენ, აღმოაჩენენ, რომ ვერ ტოვებენ, რადგან მათ ურწმუნოებად მიიჩნევენ და ხომ იცით? ეხა ეს შეიძლება სასაცილო იყოს. და გულთრფელად რომ თქვათ, ადამიანები, რომლებიც გადადიან და იმდენად სულელები არიან, რომ მათი შეშლილი პროპაგანდის დაიჯერონ, ალბათ გარკვეულწილად იმსახურებენ ამას. მაგრამ ამავე დროს მიმდინარეობს უზარმაზარი ოპერაცია, რომლის მიზანიც არის სულ უფრო და უფრო მეტი ახალდაზრდა და დაინტერესონ და გადაიბირონ. გულისხმობ, შეხედეთ ამ პატარა ბავშვს, პირდაპირ ბავშვს, რომელიც ასე გამოიყურება. როცა პირველად აქ შემოვედი, ძალიან ბედნიერი იყავი, უზომოდ ბედნიერი, რომ ამ მოქცევის პროცესს გადიოდი. მაგრამ მინდა გაჩვენოთ დღეს ამ ისლამისტების რეაქციები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ამ პრობლემიდან, რომელშიც აღმოჩნდნენ, ასე მარტივად ვერ გამოვლენ. ეს გარემო თითქოს თბილად უნდა მიეღო ისინი, მაგრამ სამწუხაროდ მათ ატყუებდნენ. სიურპრიზი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პუშპექში. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ხილაკს, გააზიარეთ ეს ვიდეო, გააკეთეთ ყველაფერი საჭირო, რადგან ახლა თქვენ უკვე წინააღმდეგობის მოძრაობის ნაწილი ხართ. და მეგობრებო, ჩვენ ძალიან საინტერესო განცხადება გვაქვს მოსასმენად. თქვენ ითხოვდით ამას და ეხლა ის იწყება, ასე რომ ყურადღებით იყავით, მაგრამ ამაზე საკმარისია. გადავიდეთ იმ ვიდეოებზე, სადაც ადამიანები ნამდვილად აცნობიერებენ, რომ შეცდომა დაუშვეს. გავიწყოთ იმით, რომ ჩემი მეჩეთი მომატყუა. ძალიან მძიმედ 2023 წელს. და შემდეგ გავიგე, რომ ყველაფერი, რასაც ჩემი მეჩეთი მასწავლიდა, ტყუილი. აი რა მოხდა. მანამდე სანამ მუსლიმი გავხდებოდი, რამდენიმე თვე ვიკვლევდი წინასწარმეტყველის ცხოვრებას. ვკითხულობდი ყურანს, სტუმრობდი მეჩეთს. მეჩეთ ბევრ ჩემს მუსლიმ ძმასთან მქონდა საუბრები და ისინი მასწავლიდნენ დინს. მუსლიმურ ქვეყნებშიც კი ვიმოგზაურე და უბრალოდ შემიყვარდა ისლამური ცხოვრების წესი. და იმ მომენტში ისლამი სრულყოფილად მეჩვენებოდა. არაფრის დამატება ან გამოკლება აღარ შეიძლებოდა. ახალი ამბავია, ასე აღარ გაგრძელდება. ასე ვფიქრობდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც ისლამის შესახებ მასწავლეს, ტყუილი იყო. მასწავლიდნენ, რომ წინასწარმეტყველმა არ დაუტოვებია მითითებები, თუ ვინ უნდა ეხელმძღვანელა მის შემდეგ. მაგრამ მითხარი, აბუ-ბაქარი როგორ ნიშნავს უმარს და უმარი როგორ ნიშნავს უსმანს, მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელმაც ეს რელიგია დაიწყო, არავის ნიშნავს. ეს ჩემთვის აზრს მოკლებული. ერთ დღეს TikTok-ში ვათვალიერებდი ვიდეოებს და წავაწყდი ერთ კაცს, აბდულა ჰაშიმს, რომელმაც თქვა, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის ანდერძში იყო მოხსენიებული. და სანამ იტყვი, რომ მან ანდერძი არ დაუტოვებია, აი ისიც. შემდეგ გავიგე, რომ ალი წინასწარმეტყველის შემდეგ მემკვიდრედ დანიშნეს და რომ ხალიფობა აბუ-ბაქრმა და უმარმა წაართვეს. მე ისევ მეჩეთში დაუბრუნდი და ამის შესახებ ვკითხე. უთხარი, რა ხდება, ეს მართალია? რა ხდება საერთოდ? უბრალოდ პასუხს თავს არიდებდნენ და პირდაპირ პასუხს არ მაძლევდნენ. რა გასაკვირია. ვინი ფიქრებდა, რომ ხალხი, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ შეუძლია ტყუილი, ტაკია, შიგნითაც იტყუებოდა. ანუ წარმოიდგინე, რომ ლოგიკური შეუსაბამობები არსებობს. ანუ ეხლა ეს როგორ შეიძლება? ისე იგივე ხალხს, ვინც დინი მასწავლა. ჩემს კითხვაზე პასუხი არ ქონდა. ვინ იყო, იმიტომ რომ თუ ისინი კითხვებს დასვამენ, მათ უნდა ეხელმძღვანელად წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ. მე მაქვს სერიოზულად მაგარი უფასო შესაძლებლობა თქვენთვის, თუ თქვენც ისე ღელავთ ხელოვნურ ინტელექტზე როგორც მე. იმიტომ რომ თუ ჯერ კიდევ Google-ის მსგავსად იყენებთ მას, ეს უნდა იცოდეთ, კლოდე ჩატბოტი არ არის. ეს არის ის, თუ როგორ ქმნიან ადამიანები ინტერნეტის მომავალს, ავტომატიზებენ მთელი კვირის სამუშაოს და ასრულებენ ისეთ პროექტებს, რომელთაც ადრე მთელი გუნდი სჭირდებოდა, სულ რამდენიმე საათში. ვიცი, რომ ამის სწავლა ჩემს ცხოვრებას შეცვლის და რომ გამოცდილების გარეშეც კი შემიძლია ექსპერტი გავხდე, მაგრამ ეს მაშინებს. და ეს შიში აღარაფერს გვარგებს, არც შენ და არც მე. ამიტომ უნდა იცოდე ამ Claude AI Mastery Workshop-ის შესახებ. სრული სიღმისეული შესწავლა Claude-ზე, მის რეალურ გამოყენების შემთხვევებზე და 10-ზე მეტ სხვა AI ინსტრუმენტზე, რომელიც ამ შაბათ-კვირას ჩატარდება დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე EST დროით. და ისინი იმდენად გულუხვები არიან, რომ ჩემს აუდიტორიას ეს სრულიად უფასოდ შესთავაზეს, რაც ძალიან მოგწონს, ასე რომ გადადი ბიოში მითითებულ ბმულზე და დარეგისტრირდი. სოფლიოში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ამაში მონაწილეობა და Trustpilot-ზე მიანიჭა 4.9/5-დან. მხოლოდ 2 დღეში თქვენ ჩაუტარებთ ღრმა კვლევას Claude-თან ერთად, შექმნით საყუთარ არტიფაქტებსა და შბორდებს, მოამზადებთ სრულ პრეზენტაციებს, დაატენებთ კონექტორებს მოსაწყენი საქმეების ავტომატიზაციისთვის, მაგალითად მთელი თქვენი სამსახურის ძიების პროცესისთვის და პრაქტიკულად იმუშავებთ Claude-თან ერთად. დაწერთ კოდს, შექმნით პერსონალურ აგენტებს, გენერირებთ ვიზუალებსა და ვიდეოებს ხელოვნური ინტელექტით და შეძლებთ მთელი თქვენი კვირა ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანოთ. ასევე არის უფასო ბონუსები, როგორიცაა 50 საიდუმლო კოდის კომბინაცია, რომლებიც ღმერთის დონის ინსტრუმენტად იქცევა. სრული ხელოვნური ინტელექტის პრომპტების
ბიბლიოთეკა და პერსონალიზებული AI ინსტრუმენტებისების შემქმნელი. თქვენ გაწორთმიან ლიდერები Microsoft-დან, Google-დან, Amazon-დან და Nvidia-დან. ის, რასაც 2 დღეში ისწავლით, შეცვლის თქვენს მომავალ 2 წელს და სამუდამოდ. ასე რომ დარეგისტრირდით ახლავე, სანამ ადგილები ამოიწურება. ბმული აღწერაშია. დაასკანერეთ QR კოდი და შევერთდით WhatsApp-ის საზოგადოებას, სანამ ადგილები შეივსება. დღევანდელ სერიაში არ იყოთ სულელი და არ გადადით რელიგიაზე, რომელიც უბრალოდ დაგაზიანებთ, მოდით ვუყუროთ ამ საოცარ, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელ ახალდაზრდა გოგონას. როცა ვამბობ ძალიან გამაღიზიანებელი, ზუსტად მიხვდებით ატომაც, სულ რამდენიმე წამში. ხალხი მუსლიმანობას ისეთ უსიამოვნო გამოცდილებად აქცევს, რომ ეს პირდაპირ გულში ხვდება. სხვათა შორის პრობლემა სწორედ თქვენნაირი ხალხია და არა ისინი, ვინც იცით ქალები არიან. ისინი არ არიან პრობლემა აქ. ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რაცა პირველად ვიპოვე ისლამი. ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი ლოცვისას. ისეთი სიხარული ვიგრძენი, რომ მეგონა ეს ხუმრობა იყო. მართლა ასეა ხალხი, ღმერთო ჩემო. მე მეგონა ესე დასცინიან ამერიკას. არ მეგონა ეგონა რომ ესე ლაპარაკობდნენ. რა ხდება? კარგი, თავიდან უნდა დაიწყო. ხალხი მუსლიმანობას ისე უსიამოვნო გამოცდილებად აქცევს. მე ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, რაცა პირველად ვიპოვე ისლამი. ის სიმშვიდე, რაც ლოცვაში ვიპოვე. ის სიხარული, რაც ყურანის კითხვა მომიტანა. ჰიჯაბის ტარების გამოცდილება და ღმერთთან დაახლოება ჩემთვის ძალიან ლამაზი იყო. და შემდეგ, დროთა განმავლობაში. ეს ხუმრობა? ეს. როგორც. ბოდიში. უბრალოდ წამით შევჩერდი. ჩემი ბრიტანული ტვინი ვერ ხვდება. მართლა? ის გცინის? ჩემთვის ძალიან ლამაზი იყო ჰიჯაბის ტარების გამოცდილება და ღმერთთან დაახლოება. და შემდეგ იმ 1 წლის განმავლობაში, რაც ჰიჯაბს ვატარებდი, შევამჩნიე, როგორ განსხვავებულად მექცევიან ადამიანები. რა დეხუმანიზაციას განიცდიან მუსლიმები, რა მიკროაგრესიებს ვიღებ ყოველდღიურად. მიკროაგრესიები? ხალხი ცუდად გექცევა, იმიტომ რომ სიკვდილის გულს შევერთდი. ძალიან წუხვარ, მართლა ვწუხვარ, ეს ძალიან უხერხული უნდა იყოს შენთვის. ღმერთო ჩემო, რატომ არ მიდიხარ და შენს ღმერთს არ ელაპარაკები ამაზე? იქნებ რამე გააკეთოს შენი დასახმარებლად. ვერ ვიჯერებ მართლა, მას ჩვენი თანაგრძნობა უნდა. თუ ვერ ხვდები რაზეა საუბარი, მას ჩვენი თანაგრძნობა უნდა, იმიტომ რომ ფსიქოპატების ჯგუფს შევერთდა და ახლა წენია იმაზე, რომ ხალხი ფიქრობს ფსიქოპატია. იცოდე რომ ეს არასდროს გამომიცდია, იმიტომ რომ მანამდე უბრალოდ თეთრი ქალი ვიყავი. ვიცი რომ ეს არის პირველი სირთულე, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში ვაწყდები. ვის ადარდებს ვიცი. ძულს როცა ხალხი ამბობს მუსლიმი გახდი რომ დაჩაგრული ყოფილიყავი. ვინ უნდა იყოს დაჩაგრული? თეთრი ევანგელისტების გარდა. მე რჩივნა რომ ხალხი უბრალოდ კეთილი და მიმღები იყოს და იცოდეს რომ ის რასაც მე ვგრძნობ, არც კი არის წვეთი იმ ზღვაში. რამდენად ძალადობრივი და გენოციდურია ისლამოფობია და ისლამოფობები. მთელი ისლამოფობია პირდაპირ შედეგია მილიარდობით დოლარის, რომელიც ანტიისლამური სიძულვილის გავრცელებაში ჩაიდო. ვერ ვახერხებ ჩემი რელიგიის პრაქტიკას ისე რომ არ ვიცოდე ადამიანები ცუდად მომეპყრობიან, ვიცი რომ დისკრიმინაციას შევხვდები. ძალიან ნელა, მაგრამ მაინც იცვლება ყველაფერი და უნდა მახსოვდეს, რომ მე ვარ იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ადამიანების აზრებს ისლამის შესახებ ცვლის. და ეს შეიძლება მართლა ძალიან დიდი ტვირთი იყოს. ყველაფერი რაც უნდა ვთქვა ისაა, რომ მე არ მინახავს უკეთესი რეკლამა იმისთვის, რომ არ მომინდეს ისლამში მოქცევა. არასდროს მინდა კიდევ ერთხელ მოვისმინო ეს ხმა. მაგრამ რა თქმა უნდა, როგორღაც მაინც ახერხებს, რომ თეთრი ქალის თემა შეაპაროს. მე ვარ თეთრი ქალი. უბრალოდ თეთრი ქალი ვარ. შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. და აქ მილიარდობით დოლარია. არ არის მილიარდობით დოლარი დახარჯული იმისთვის, რომ ხალხს შენზე სიძულვილი გაუჩინონ. თქვენ თვითონ აკეთებთ ამას, იმიტომ რომ ავრცელებთ გიჟურ იდეალებს, რომლებიც დასავლეთში ხალხს უბრალოდ არ მოსწონს. გინ დაიჯერეთ, გინ დარა, მაგრამ ზოგი ადამიანი სინამდვილეში მხარს უჭერს ქალთა უფლებებს და მათ არ სჭირდებათ მილიარდობით დოლარი, რომ შეიძულონ ისინი, ვინც ქალთა უფლებებს არ უჭერს მხარს. და ზოგი ადამიანი სინამდვილეში უყვარს ბავშვები, ამიტომ მათ არ სჭირდებათ ბავშვების დაცვა რომ სცადონ. ამისთვის მილიარდობით დოლარს უხდიდნენ. და ზოგი ადამიანს არ მოსწონს ტერორიზმის, ჯიჰადის ან ურწმუნოების იდეა. ზოგ ადამიანს სურს ჩაიცვას ის რაც უნდა, ისე რომ ვიღაც კაცმა იმამის ტანსაცმელში არ უთხრას, რომ ეხლა ისინი დასჯილები იქნებიან იმის გამო, რომ გაბედდეს და ჩაიცვეს ის რაც უნდათ. ზოგ კაცს სურს რელიგია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ისე რომ არ უთხრან, ეხლა უნდა წავიდნენ და 62 თხა მოძებნონ. ზოგ ადამიანს ნამდვილად მოსწონს თავისუფლების იდეა და ამას მილიარდობით დოლარის პროპაგანდასთან არაფერი აქვს საერთო. თუ არ გინდოდა რომ ხალხს შენზე სძულებოდა, იქნებ იმაზე გემუშავა რომ რამე ისეთი გჯეროდეს, რაც ადამიანებს შინაგანად უხერხულობას არ უქმნის.
მაგალითად, პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც თავს რელიგიათ ასაღებს და ყველგან სადაც კი მიდის, ცდილობს ყველაფრის ხელში ჩაგდებას არა მხოლოდ მოქცევით, არამედ რეალური ძალადობითაც. შეიძლება, უბრალოდ შეიძლება თუ ასე მოიქცევი, აღმოაჩენ, რომ ხალხს შენი ჰიჯაბი აღარ აწუხებს. მადლობა ყურადღებისთვის.